სამოქალაქო სექტორის მედიის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა თელავის მაჟორიტარ დეპუტატთან გამართეს. გელა სამხარაულმა რაიონში არსებული პრობლემები მოისმინა. განსაკუთრებული ხმაური თელავში განხორციელებულ რეაბილიტაციის განხილვას მოყვა. კულტურის მინის კონკრეტულად ამ საკითხზე ჰქონდა საუბარი და ხვალ მაგ შეხვედრა სწორედ კულტურის მინისტრთან. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობა დღის პირველი საათისთვის თელავის მაჟორიტართან გელა სამხარაულთან შესახვედრად შეიკრიბა. სამოქალაქო სექტორის, მედიის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დეპუტატს რაიონში არსებული პრობლემები გააცნეს და მისგან დასაქმების, განათლების და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილი პრიორიტეტები მოისმინეს. ჩართულობის ცენტრმა გაუკეთა ორგანიზაცია გაუკეთა ჩემს შეხვედრას თელავის საზოგადოებასთან. ძირითადი საკითხები იყო მიმდინარე პრობლემები, თელავში არსებული სოციალური მდგომარეობა, ზოგადად რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრასთან დაკავშირებული პრობლემები და მოისმინეთ აზრი განწყობა თელაველი მოსახლეობის. Თლურ ასეთ შეხვედრები ძალიან კარგია და ნაყოფიერია, იმიტომ რომ თქვა ორივე მხარე ერთმანეთს უფრო კარგად ეცნობა და უფრო ადვილი იქნება, ბუნებრივია ამ პრობლემების მოგვარება და თუ მოგვარება არა დაუყოვნებლივ გარკვეული ინფორმაციის მიღება, რომელიც ასევე დაეხმარება მაჟორიტარ დეპუტატს ადგილობრივი პრობლემების მაღალ სახელმწიფო ეშელონებზე მისატანად. შეხვედრაზე განსაკუთრებული ხმაური თელავის რეაბილიტაციის საკითხთან ერთად მუზეუმში და თეატრში მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია. დამსწრე და შეკითხვებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია ინსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა უპასუხა. ეს გამოიწვია ხმაური იმან, რომ პროექტს არ არიან გაცნობილები. ზოგიერთმა მაგალითად ისიც თქვა, რომ საერთოდ რენდერებიც კი არ ყოფილა თურმე გამოფენილი, სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა. ამ დროს რენდერები ყველა სახლთან იყო გამოფენილი. ყველა სახლის პროექტი არსებობს, რომელიც გამგეობაშიც იყო თავის დროზე მიწადებული. თეატრთან დაკავშირებით მე არანაირი გეგმები არ მაქვს. თეატრთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს თავისი გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებამ, კულტურის სამინისტრომ, ვის ბალანსიც არის შენობა. გელა სამხარაულმა შეხვედრის მონაწილეებს 2013 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სამხარაულის თქმით, მომავალი წლიდან სოფლის მეურნეობის დარგის განსავითარებლად მილიარდიანი ფონდის პროექტი დაიწყებს მუშაობას და შეღავათიანი კრედიტით სარგებლობას 9 მილიონზე მეტი ადამიანი შეძლებს. ფაქტიურად წლებია ჩვენს მოსახლეობას ეს პრობლემა აწუხებს და ჩვენ გეგმავთ ამ მიმართულებით კონკრეტულ ღონისძიებებს. ეს იქნება უფრო ძირითადად სოფლის მეურნეობის მიმართულებით და შემდგომში უკვე არსებული მიღებული პროდუქციის გადამუშავების მიმართულებით, ასევე უკვე ახალი წლიდან ამუშავდება ჩვენს მიერ შეპირებული 1 მილიარდიანი ფონდი. მე დავსვიკითხვა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, რომელზეც ნამდვილად მივიღე მომწურავი პასუხი და მივიღე პირობა, რომ მიმდინარეობს კანონმდებლობაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში ეს კანონმდებლობა შევა ძალაში. გელა სამხარაულის განცხადებით მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები უყურადღებოდ არ დარჩება და მის მოგვარებაზე ახალი ხელისუფლება იზრუნებს.